გისალმებით ძირფასო მეგობრებო. არ ვსკუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. უკაცრავად ჩემს მუდმივ მსმენელებს, მაგრამ ცოტა უნდა გავისაუბრო ახლებს. ქალბატონი მირეკავს, ხნის ქალი იყო ეთყობა თუ რა ვიცი, მოიგონა რამე, მოკლედ და რომ უთხარი რომ ეს ფასიანია, ჩამიგდეო ჯერ პირადი ნომერი და კარგი ახლა არ გამიწევია წინააღმდეგობა რა პრობლემა არის და შემდეგ ვერ ვნახე WhatsApp-ზე ვფიქრე არ იცის აპლიკაცია თურმე ყველაფერი ძალიან კარგად იცის და მწერს ესეთ რაღაცას მესიჯით რატო უნდა დაგირიცხოთ თანხა და ტარამ და თაღლითები და ისინი და ისინი და ისინი და ისინი ქალო ამდენი ამბავს რო ხედავ აქ ვერ გავიგე ბუტაფორიებია თქვენი აზრით აქ ამდენი რაღაცა იქნებ არ ჩამიტარო კონსულტაცია და იქნებ რაებს მოლაპარაკებ ეს ტაროებს საყურებლად მაქვს ამდენი რამე აქ ხორხლი რომ არ და ვეღარ ვატებ და უჯრები კიდე დიდი უშუალ ამისთვის სპეციალურად ამისთვის შევკერე კარადა კარადაში არ მეტევა რა და ტაროებს რა ქვია დიაგნოსტიკა არ გაგიკეთო კი არა წუთი-წუთსევი მაშვები რა ქვია უაღრესად დისციპლინირებული ვარ ამ საკითხში და 72 დემონი შემოვაბრძანე სახლში გამოვაცხადე მით უმეტევს თქვი და კარგით ხო, რა თქმა უნდა, ჩემი დრო არის ღირებული, ფასიანი, ვერ მეტყვი ვერაფერს თუ რაღაც ესეთ რამე ვიგაცო. თუ მაგასეთ რაღაცას ფიქრობთ, რომ ვერაფერს ვერ გეტყვით, არ უნდა მოხვიდეთ. იმიტომ რომ თქვენ ვერაფერს ვერ გაიგონებთ. თქვენი ცნობიერი არის ამ დროს, როგორც იცი, ჩაჟანგული ჩაკეტილი. თქვენ რაც გინდათ, იმას თუ გეტყვის, მოხვდებით ესეთ ადამიანთან, ზუსტად დაგიჭაი, ზუსტად ესენი არიან. შარლატანები და თაღლითები, თორე ჩემნაირები კი არ არიან თაღლითები გალო. იმიტომ რომ დაიჭირა ერთი სიტყვიდან, შენ რაც გინდა, ზუსტად იმას გეტყვის, ყველაფერი უთხრა. არა, ეს უბრალოდ შენ გინდოდა. მას ესეთი რაღაც თუ საპირისპიროს მე გეტყვი, ან ნებისმიერი სხვა მათგან რაღაც დამიჭირა. ხელში ხო ესეთ რაღაცები მე როდის მემართება, ხო მიცით? არ მოეწონა. დამიჭირა ხელში ეს რა ქვია, ხელი უკვე. ხო, და თუ კი ადამიანი პირდაპირ სწორად გეუბნებათ თავის დავუშვათ მასე კი არა აი ასე არის ვერაფერი ვერ უთხრა მაშინ გიჩნდება ზუსტად ეს შეგრძნება მოდი ასე რომ ვთქვათ ხო და ესეთი შეურაცხყოფელი მოსვლა მე წინა ვიდეოც ჩავწერე რომელიც უნდა მოისმინოთ უპირველესად იმას ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება თქვენ ზუსტად ასეთი უნდობლობით გიყურებენ და ესეთი შეურაცხყოფილები დადიხართ. გაიგეთ? აი უკვე თუ ადამიანს ცოტა ტვინი აქვს თავში უკვე დაინახა რაღაც მინდა ტარო დავინახე უკვე სათხარ რა პოზიციაზე ხარ. და ნებისმიერი ახლა ჭკვიანი ადამიანი გამოგიჭერს. თუმცა რა თქმა უნდა მე რომ მინდოდეს ჯერ ერთი მოდი ერთ რაღაცასაც გეტყვით. მე რომ მაღაზე ვიყო გადასული რომ აი ფულს მოგახტევინებთ არა გენეცვალე ისეთი შელოცვები კი ბატონო არის და მე პირადადაც მაქვს თუმცა არ ვიყენებ იმიტომ რომ ძალა და ეს ენერგია არ ნიშნავს რომ მე ამ კუთხით გამოვიყენო ის როცა საჭირო იქნება მაშინ უნდა გამოვიყენო წესით და შესაბამისად არსებობს ესეთი შელოცვა ნებისმიერ თქვენთაგანს აი ზუსტად შთაგაგონოთ რომ ეს ფული დახარჯოთ ჩემთან. ასე რომ თქვენ ეს რავი სამოდი ხართ, ნინიას ბაღი გონიათ, ეს ყველაფერი თამაში გონიათ. კი ბატონო, ჩემი დრო არის ფასიანი, თუნდაც მარტო რო დრო დაგითმოთ.
და ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ რო აი ვესაუბრო ტაროს გაშლაზე არა მაქვს საუბარი სისტემატიურად ეწერებიან იმისთვის რომ უბრალოდ ვესაუბრო და ასეთნაირად საუბარში მე მას რაღაც ინფორმაცია გავუზიარო. აი ამაში იხდიან თანხას კი ეს არის ღირებული. თქვენთვის არაფერია. თქვენ საერთოდ რაიმის დაფასების უნარი თუ გაგაჩნიათ, ესეც საკითხავი არის. ყველაფერი მით უმეტეს ამ საქმეში არის პირწონითი. მე ეს ნახეთ ნიჭი, ეს ძალა, თუნდაც ამდენი რაღაც რომ მობრძანა დღეს ვარ განსაკუთრებულად კიდევ აი ესეთი განწყობაზე, ხო? იმიტომ რომ დავდევი ვიდეოები, ნახეთ ახალი დასტები მოვაბრძანე მეთქი ზუსტად მაგას რომ ვამბობ და მანამდე კიდე 1-4 დასტა მქონდა შეძენილი და რაღაც ისე გაკვირით თქვი ესენი რომ ჩემთან მოვიდნენ, მობრძანდნენ, აქეთ ჩემი რა თქმა უნდა ახალი თოჯინა მაქვს. ახალი ბაბაია განახებთ. ესენი ყველაფერი რომ ჩემთან მოვჩემ ბაბაია. ნახეთ რა საყვარელია. გაფუშფუშებული, გალამაზებული ახალი. ეს უკვე ეს ბეფანა არ არის, ეს ნამდვილად უკვე ჯადოქარი არის ჩემო კარგებო. ეს თყვილად არ ხდება. თაღლითებთან და ესეთებთან ესეთ რაღაცები არ ხდება გენაცვლელი. ესე არ მიდის. შეიძლება ვიღაცას დავუშვათ გასაგზავნი ნივთი დაუგვიანო, შეიძლება რაღაცა ცოტა გადაცთენები მქონდეს, ხო, დაცვის დადებაში ან მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მუშაობდა, არ გაუკეთებდა ან ვერ მიიღებს. ნუ რაღაცის გამო ხდება შეფერხებები, მოდი ასე გეტყვით. ხო, ესეთი დეტალებზე ზოგადად არ უნდა გაეკიდოთ ადამიანს, ვინც რეალურად მუშაობს. ასე რომ ვინც არის ის მომსახურების პირობები, გეტყვით, რომ კი ბატონო, მომწერთ, გეგზავნება სკრინი, არჩევთ საკითხს, თემას და ქვით არის წარდგენის შემდეგ უკვე დაინიშნება კონსულტაცია იმ დღეს ან მეორე დღეს ამ ყველაზე დიდი რაღაცა რამდენიმე დღეში თქვენთან შეთანხმებით დროს თქვენ გითანხმებთ რა თქმა უნდა როცა გცალიათ. რაც შეეხება სანთელზე რო წმენდები დავდევი და ნახეთ ეგ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, მინდა ვუპასუხო ზოგიერთებს, მაგრამ აი ეს მომენტი გასაგებად გარკვევით დავდევი, რომ ეს კეთდება წმენდების დროს ეს დიაგნოსტიკა. თქვენ სანთელზე თუ ვინმე ესეთ წმენდას იმას დიაგნოსტიკას გაგიკეთებთ, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან ზედაპირული. იმიტომ რომ დიაგნოსტიკა რომ გაკეთდეს, ძალიან ბევრი პროცედურა არის იქ გასაკეთებელი. მომზადება უნდა მოხდეს ყველაფრის, მე არ ჩამოვყვები თანმიმდევრობას, მაგრამ უპირველესად გეტყვით, აი ის საკეტები, ბლოკები, რაღაცები უნდა მოიხსნას და საკეტებს და ბლოკებს და რაღაცებს რომ მოხსნი და ამოიღებ, აი ეს ნაგავია ამ ადამიანთან. ვარეღამო იქ რამდენიმე შილოცვას გააკეთებ ამოიღებ და რავი ეს საკეტები და ბლოკებია ყველაფერი მე მირბიხართ ყველაზე იაფიანებთან ესა სადაც ყველაზე ბიუჯეტურს ნახავთ და მაინც არ ვერღებულობთ იმ შედეგს ხო მაგრამ ეს უკვე სხვა თემა არის და მე გაგიგეთოთ მოგიხსნათ ამ არა გენაჩალე ეს ხდება წმენდების დროს და უბრალოდ არ მუშაობ ამიტომ უნდა გაიგოთ და ერთ კითხვას მინდა ვუპასუხო ერთ-ერთი ესა ეთყობა ძალიან ტვინიკოსი არის და გამოვიდა და ჩემს ვიდეოზე საუბრობს სასაფლაოზე რო ქვა დევს და იგი ცვილიო წებოვანი არის ეს ახალია რამეო ჯერ ერთი მეს მაქსანთლებს ჩემი ძალით ვერ მისცემ ფიგურას მე კიდე ყველა სასაფლაოზე ქვა არ დევს ზოგიერთი მარმარილოთინა არის ჩემო კარგო მოპირკეტებული თქვენ წარმოიდგინეთ. გაიგეთ რა განსხვავება. და მე რო ქვას გულისხმობ, ეს არის ძალიან ძველი საუკუნეების, შეიძლება უკვე საუკუნის სასაფლაო, რომელიც მე ვიგულისხმე. რაც შეეხება ცვილს, ძალიან ცუდად იცნობთ, არ არის წებოვანი, ის არის გლუვი. როდესაც მასზე
არ არის არაფერი ნეგატივი გადატანილი და არაფერი გაკეთებული, ის ხელს რომ მოკიდებ, წებოვანი არ არის. ის არის გლუვი. სანთელს რომ შეხები. წებოვანი როცა ხდება ძალიან რაღაცა ცხიმივით ან იგნისება თითქოს სანთელი. აი ხელზე რო გეგნის, როგორ გითხრათ ახლა მიხვდებით იმედია რას ნიშნავს გეგნისება სიტყვა. ხო, აი მოგეწებება რაღაცა უშნოთ, მოდი ასე ვთქვათ. ეს არის უკვე გაფუჭებული, ესე იგი ნეგატივით სავსე სანთელი ზოგადად. აი ეს არის განსხვავება არის. ხო, ეხლა ამისა ნატვინიკოსები რო ხართ. როგორც დაუშვათ ეხლა ყველი ხო ყველას ქონიათ სახლში, ახალი ყველი, ჭყინტი ყველი და ესე ახალს სხვა გემოქს, სხვანაირია, მაგრამ რამდენი მეხანი უმარილოთ მაცივარში თუ დადებთ და შემდეგ გამოიღებთ პანფერი, ფერით შეცვლილი აქვს და აღარ არის ისეთი როგორც ახალი ყველი. რა ვიცი, ყველს ახლა ყველა მიირთმევთ მე მგონი, ხო? აი ეგ განსხვავებაა გენაცვალეთ. და ეს დებილის როლში რო გამოხვალთ და ამდენი ხალხი რო თქვენს პასუხს კითხულობს და ძალიან ჭკვიანი გონიათ თქვენი თავი, ვიცი რომ არ გიტყდებათ, მაგრამ მე მართლა მიტყდება ესეთი კატეგორია ჩემს გვერდზე რომ გამოფრიალდებით. ოღონდ მართლა გეუბნებით. აი პირდაპირ მიტყდება, რასაც კი აი როგორ ვარ, იცით? რა ვიცი, ახლა დებილი რო არის, ეს სიამოვნებს ამ ქალს. პირდაპირ მე როგორ გიყურებთ, არ გაინტერესებთ, ვიცით, მაგრამ მაინც უნდა, არც მე მაინტერესებს თქვენი აზრი, მაგრამ პოსტავთ. ამიტომ მეც უნდა გითხრათ, აი პირდაპირ გამოდიხართ ესე ალამით, ლუზუნგით, დებილი ვარ გაიგონეთ, შემამჩნიეთ, ხალხო, სად დახართ? აი ესეთი პოზიციაში გამოდიხართ ზუსტად. ხო, ეხლა გავაკეთოთ გაშლა. იმიტომ რომ ესეთ ჩანაწერებს ზოგადად ცოტა მსმენელი ყავს და გაშლას როცა ვაკეთებ, უფრო მეტად ისმენთ εν გაშლას. მოდი ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენთან. აუ რა მაგარია. აქ პირადზე მინდოდა, მაგრამ ხელში ისეთი დასტა შემექნა აღებული და მეკავა, ეს არის პირდაპირ ნახეთ ნაწილობრივ გითხარით, მაგრამ ეხლა მე რაც მივიღე, ესენი არის მოდი მოკლედ რომ მაგიხსნათ გრიმუარის და თოთის ტოლი და უფრო ძლიერი დასტები კიდევ, უფრო ძლიერი. ვინც იცის, აი მიხვდება, ხო? აი სხვანაირად როგორ აგიხსნათ, თოთი ძალიან ძლიერი დასტა არის, ყველას არ შეუძლია დასტაზე წაკითხვა სხვათა შორის, რომ იცოდეთ და გრიმუარზეც კი ბევრს უკავია ხელში, მაგრამ არ ბევრი არასწორად კითხულობს. ხელში დაკავება არ ნიშნავს იმას, რომ სწორად კითხულობს ადამიანი. აი ესეც ძალიან მაგახალია ესეც სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად გამომიყენებია. აი ამაზე უფრო ძლიერები და რაღაც ესეთი ძალიან ვინც იცის გარჩევა და ვინც არ იცის, ახლა უბრალოდ გამოაცხადე და თქვი 72 დემონს რო სახში შემოაბრძანებ, ეს არ არის ხუმრობა უკვე, რომ იცოდეთ. ასე რომ ვისაც ჩემი დასუსტება და ნაგავზე მსორზე მოსროლა გინდოდათ. ხო. აი აქ რაც შეეხება, მე პირადზე მინდოდა გაშლა, მაგრამ ჯერჯერობით აქ ისე გამოვიდა, რომ პირდაპირ აი სიძლიერე, ხალხო, იცით რა მომენტალური მორყევები ყველგან ხდება, ჩემი მსმენელი, ვინც მე მომყვებით, არ შეიძლება რომ თქვენ დასუსტდეთ. ეს არის უბრალოდ, აი ნახეთ როგორი რაღაც მტერი რო შემოტევას გაუკეთებს ადამიანს, ეს ადრე იყო ესეთ რაღაცები და ციხესიმაგრეს აფარებდნენ თავს. აი ზუსტად ესე უნდა წარმოიდგინოთ, თქვენ ციხესიმაგრე ვერ უნდა აიღოს თქვენმა მტერმა, ხო? რა თქმა უნდა. აი ზუსტად ეს სიძლიერე არის აქ თქვენთან. და თუ კი ითვალისწინებთ, მე ხედავთ და ყურადღებას ყველას გაქცევთ და ყველას გაშლები მახსოვს აბსოლუტურად. ნახეთ როგორ არის თქვენ ბევრ რაღაცას არ ითვალისწინებთ. მე ამას ისედაც ვამბობ, კონსულტაციებშიც გეუბნებით და შემდეგ დრო რო გადის, მოდიხართ ისევ და თქვენც მეუბნებით, ხო? ამიტომ
მერე დგებით ზუსტად იმ პრობლემების წინაშე. მე პირადზეც მქონდა ეს ვარიანტი, ერთ გოგონაზეც მქონდა ეხლა კიდევ ვარიანტი, რომ არ დაგიჯერე ნინო და მე აღმოჩნდი ამ პრობლემის წინაშე. და სხვებთანაც არის იგივე მომენტები. ამიტომ რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. თქვენ არ გაქვთ იმის უფლება, წმენდა გაიკეთეთ და ცოტა იყენეთ, ამით მერე რაღაცა ძალიან ესე იგრძნოთ თავი და მე ჩამაყენოთ უპირველესად გამოცდის წინაშე. ჩემი ძალები ჩააყენოთ გამოცდის წინაშე. ეს ამას ნიშნავს, როდესაც თქვენ მე არ მემორჩილებით და არ ითვალისწინებთ. ნახეთ, ძალიან კადნიერდებით უკვე და ფიქრობთ, რომ სიო აწივინ რას იმას ქნის და მოდი ასე ვთქვათ, გემართებათ იაყოველებით, ხო? მიდან მთიდან გადაფრინდიო და გადარჩებიო. როგორ შეიძლება მთიდან გადაფრინდე და გადარჩი? ეს არის უკვე ძალიან ცუდი მიდგომა. შეიძლება თქვენ კი გადარჩეთ, მაგრამ არ უნდა გამოცადოთ. ნახეთ, მოდი ძალიან ახლა ისეთი რაღაცები ვახსენე, მაგრამ არ გამოსცადოთ, მოდი ესე თქვენი სარწმუნოებაც ამას გასწავლით, ხო? არ გამოსცადო ღმერთი შენი თუნდაც, ხო? ყველაფერი ასე გეუბნებათ, არ გამოსცადოთ. არ გამოცადოთ რაღაცები. და აი ახლა აქ რამდენი ვირთხუნიები ყავთ ირგვლი. რამდენი ვირთხები ყავთ. თითო კრუქში აბსოლუტურად. რამდენი ხართ, რამ გამრავლად ასე კაცო. კარგით, მერე რა შეიძლება? რა ეშველება და თქვენს ხელში არის რა მხრივ ახლა აქ ისეთი ის დამიფიქსირდა მომენტი თითქოს ეს არ გამოცადო ერთი თემა არის და მეორე ის რომ არ იყოთ რაღაც მატყუარას პოზიციაზე ტყუილებზე არის აქ აქცენტი უკვე ესეთი პერსონაჟი ამოვიდა ეს არის სხვადასხვის მიდან მითებიდან ეს პერსონაჟი ხა პერსონაჟი არ განვიხილავ აქ მაგრამ მითებიდან აი ზუსტად ესეთი ისტორია აქვს ამ ადამიანს რომ აი ტყუილები არ უნდა გააკეთოთ თქვენ წარმოიდგინეთ ხო ეს თქვენ ტარო ხო ეს ძალიან დაბალი ბევრს ლეველი გონიათ ანუ არაფერი არ იციან და აგერ მე მითებიდან პერსონაჟი დავინახე და უკვე გესაუბრებით როგორ უნდა მოიქცეთ ეს არ არის ცოდნა ხო განათლება ამით ამტკიცებ თქვენს გაუნათლებლობას მე რაღაცო ისეთ ინფორმაციებს გიჟღერებთ აქ ერთმა დაპოსტა კალმი დამოსაწერიაო მართლა უნდა დაიждდე და მოიწერო ისეთ რაღაცებს ზუსტად ესე არის კი სწორად შენიშნა იმ ადამიანმა და რატო უნდა დაგირიცხოთ ამთანხა იმიტომ უნდა დამირიცხო მეტი რომ არაფერი ნახეთ კონსულტაციაზეც რომ არ მოხვიდეთ საჯარო გაშლებს ისმენთ იმდენს და იმხელა ინფორმაციას ღებულობთ მარტო მაგაში მეკუთვნის გაიგეთ მადლიერების გრძნობა რო გქონდეთ და დაფასების შეგრძნება რო გქონდეთ აი აქ არ მოგეწონა რას მელაპარაკებთ აი აქ ზუსტად ეს მომენტია ნახეთ თქვენთან ინფორმაცია მოდის თქვენთან რაღაც არის ეს ყველაფერი ნახეთ ცხვირზე გაქვთ წარმატება ცხვირზე გაქვთ ზუსტად ის კარები რომელიც უნდა გააღოთ თუნდაც ის გასაღები რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენ საქმეში ხო მაგრამ ერთი მომენტი არის აი ის ტყუილის მომენტი ის თვალთმაგზება თუმცა ეს იმას არ ნიშნავს ახლა თქვენ მტერთან დავუშვათ პირისპირ დადგებით და მასთან ესა ყველაფერი ჩამოკაკლოთ მე ზოგადად ცხოვრებისეულ სტილზე ვიძახი აქ აქცენტი თორემ მტერთან რა თქმა უნდა ტყუილიც ჯანსაღი მოქმედება არის ნახეთ ამ შემთხვევაში თქვენი ძალები პირადი მინდოდა არ გამოდის თქვენი ძალები აი ამ ქაოსიდან გამოდიხართ და გადადის სრული ტრანსფორმაცია ხდება აქ არის იმხელა ტრანსფორმაცია და ისეთი ცვლილებები მე ვფიქრობ ვინც დაგინახავთ შეიძლება სულ ყველა შენიშნოს როგორ შეცვლილა როგორ ესეთი რაღაც ერთი მომენტი გამახსენდა მე მქონდა ესეთი შემთხვევა სულ პირველად რომ
წმენდები გავიკეთე, სხვათა შორის შავმაგიური იყო, არ იყო ესეთი უბრალო წმენდები და დაცვებიც მაშინ ისეთი მქონდა დადებული, რომ რა ვიცი, სასწაული. და იმ დროს შემხვდა ერთ-ერთი ნაცნობი დედაო, სახეში რომ შემხედა, სახეში ეგრევე მიხვდა ყველაფერს და როგორ შეცვლილ ხარ, რეაქცია ჰქონდა ესეთი. რა თქმა უნდა, 2 საათში ჩემი მოძღვარი ჩემთან გაჩნდა, თქვენ წარმოიდგინეთ. და როგორ ახარ მომიკითხა ეს, ну, რაღაც მომიკითხა თითქოს ესე რომ ვთქვათ და გამესაუბრა და სახეში ჩამხედა. და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს მიხვდა. მოდი ასე ვთქვათ. ეს არის ცვლილება. ეს იყო უკვე ჩემში ტრანსფორმაცია, ხო? სხვა გარეშე ადამიანი ამას უკვე ვერ დაინახავდა, მაგრამ მათ ხომ სულიერი ხედვაც აქვთ, ესე არ არის. ყველა კაცო, ყველა ასიმით ნუ გადენით თქვენ კი ბევრ მოძღვარს და ბევრ მონაზონს აქვს ხედვა, მოდი ასე გითხრათ. აი აქ თქვენთან ეს გარკვეული კატეგორიისთვის და ასეთი საფეხურისთვის კი არ იქნება. ჯერ ერთ რაღაცასაც გეტყვით. ტაძარში ყველა წინამძღვარმა ტაძრის განსაკუთრებით, ან თუ კი ძლიერი მოძღვარი არის, ყველა მიცის იქ რომელი არის ჯადოქარი. თქვენ მაგას ვერ გამოაპარებთ. უბრალოდ იქ ახლა შემოსვლის უფლება არა გაგაო, ესეთი რაღაცები არ ხდება. ეს არის მიუღებელი, მაგრამ იმათმა იციან, რომ იქ ვინ სად რომელ კუთხეში დგება, ისიც იციან და ყველაფერი იციან. გაიგეთ? ხო, მე არ მაქვს ამ კატეგორიაზე საუბარი. მე მაქვს ზოგადად საზოგადოებაზე საუბარი. თქვენთან ახლა მე აქ კაცო ჯადოქრული მგეზი არ ვსაუბრობ ზოგადად და ენერგიებზე. იმხელა ტრანსფორმაცია იქნება და ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს თქვენში, აუცილებლად ეს იქნება შესამჩნევი გარე საზოგადოებისთვის. შესაძლებელია ვიღაცა გამდიდრდეს კაცო. ესე ხო არ არის, ვიღაცამ წონაში დაიკლოს, ნახეთ. ახლა ძალიან ისე ნუ გადავალთ ხო იქეთ. ეს ხო თვალშისაცემი ახლა ადამიანი რომ 20-30 კილოს, 40 კილოს დაიკლებს, რა თქმა უნდა, თვალში 10 კილოც რო დაიკლოს შეიძლება, ხო, მაგრამ უფრო 10 კილოზე იმდენი არაფერი. დაუშვათ ვიღაცა გამდიდრდა და კაი მაგარი მანქანით დაგრიალობს ან რაღაც სხვანაირად უკვე ჩაიცვა, დაიხურა, ხო, ეს მანამდე ასე არ გამოიყურებოდა ეს ადამიანი. ეს არის უკვე ტრანსფორმაცია ხალხო. ვიღაცა კიდე ძალიან დაუშვათ მანამდე რომ ესეთი იყო უხეში და ეს ძალიან უკვე ფოი გახდა, მოდი ესე რა ვთქვა და ისეთი და რაღაცა. აი ეს ცვლილებებით, რა თქმა უნდა, მუჟნას თემა არის უკაცრავად შესაძლებელია, ხო? ასევე შესაძლებელია, მოდი ცუდი ვარიანტებიც განვიხილოთ აქ ვიღაცას ბერეკით დაერხა. მაგრამ მე აქ მაგ კატეგორიაზე არ მაქვს საუბარი. აქ არის უკეთესობისკენ, ხო? მოდი ვკითხოთ ახლა, მედი არაც ამომიღია დასდა, კარგადები ვაგრძელებ და ვაგრძელებ. ხო, სად მიდის? დიახ. სწრაფი განვითარება, სწრაფი ცვლილება შესაძლებელი ადამიანმა, როგორ თქვას, რა მოხდა, გაფრინდა, ფრენა დაიწყო ადამიანმა, აი ესეთი ცვლილებები იქნება. კიდევ რა იქნება? მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ შესაძლებელია ვიღაცებმა თავით გაკარიდოთ. თუ ახლა ეზოთერიკაში ვინმე მიდიხართ და თქვენ გაძლიერდებით, აუცილებლად მოგერიდებიან საზოგადოება, ხო? ვისაც ამ ყველაფრის ეშინია. ეს ტრანსფორმაცია, ხო, კი, გარდაქმნა, კი. ეს რა არის? არგანია. ხო, გაცავთ. თავი მოგარიდოთ. ნახეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორ დასკვნებს გამოიტანს ეს ადამიანი თქვენზე. არა, შეიძლება ბევრმა არასწორად რაღაცები გაიგონ, იფიქრონ და ასე შემდეგ. შესაძლებელია, ახლა მოდი ერთ რაღაცას გეტყვით, მე მქონდა ჩემი ცხოვრებიდან მოგიყვებით ესეთი ვარიანტი. აი, ძალიან უშოვ, ვარ ერთთან ბავში დილას აღამუშავ. რაღაც ერთი დაჯღრეული მანქანა ვიყიდე მაშინ სულ პირველად, რა ვქნა, იმიტომ გვიან ბრუნდებოდი სამსახურიდან. ერთ-ერთმა ქალმა რო დამინახა, როგორ თქვა, იცით?
ესე იგიო, ამასო ვიღაცა ყავსო და ვაი, გამიკვირდა, ეხლა მომივიდა ხმა, ეს რანაირად გამიკვირდა, დაინახა ვინმე ჩემს გვერდით ხო? არაო, ჩემს სახეს შემოსული ვინმე დაინახეთ უშნოთ მეთქი, არაო. აბა მე ვთხარი სადმე რამე ვინმე რაღაცა ხმა ჭორი გავარდა რამე ისეთი არაო. აბა მე ვთხარი რა დასკვნით ამბობდე დამჭროულ მანქანის გამო. ხო, აბა რა ითიყიდაო და შედე და აფეთქებულო. დილიდან შვაღამემდე მე ვთხარი რომ გავდივარ და დავდივარ და მუშაობ, ხომ ხედავ სამსახურში რო ვარ მე? კიო. რატო გიკვირთ მეთქი რა გასაკვირი არის ეს მე ვთხარი ძალიან დაბალფასიანი მქონდა სხვადასხვის ბიუჯეტური და მის ყიდვა მეთქი ნახეთ ადამიანმა გამოიტანა არასწორი დასკვნა აი ეს არის არასწორი დასკვნა ხო რა თქმა უნდა მან მიიღო ჩემგან მუჭი ცხვირში მაგრამ აი თქვენ ჯერ ერთი მასე რომ დიდრდებოდეს ვიღაცები, რა ვიცი, ორი ბებია ჩემი სტოლაკალი. იყო ორი ჩემი ხნის თქვენზე მინდოდა მეთქვა ხო და რა ვიცი 9 საყვარელი გამოიცვალა და 1-5 ქმარი და რატო დაბლაყუნობს 11 ნომერით 11 ნომერი ნიშნავს ხალხნო ფეხით სიარულს ხო რატო დაბლაყუნობს მაშინ აი ეს არის მისი ხა ეს არის უკვე ცნობიერზე ვეკამა თუ ადამიანს და რაღაცეები უმტკიცო და რასისულელია ხო უკვე დამანახა ნახეთ აქ უკვე ტარო და მესამე თვალი აღარ არის საჭირო ადამიანმა დამანახა უკვე ვინც არის რაც არის რა აზროვნებაც აქვს და რისთვისაც იყო ამ მამაკაცებთან გაიგეთ რა ხდება კარგით. აი აქ არ არის გამორიცხული ზუსტად ეს არასწორი რაღაც დასკვნები გამოიტანონ თქვენ შესახებ. თუმცა კიდევ ნახოთ მე მაინტერესებს თქვენი პოზიტივი როგორ იქნებით ერთი მაგენისი შემოვაგინოთ. ძალა, ენერგია, ნაყოფიერება, იდუმალება. ვაუ, ეს არის ხალი. დიდი ხანი არ დამფიქსირებია. რომელიც ყველაფერს შეძლებს, ყველაფერს გადალახავს, თქვენი მოუგვარებელი არაფერი არ იქნება, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრებაში. აი ის გაუთვალისწინებელი მოვლენების თუ რამე ხდებოდა, აი მაგასაც რომ ძალიან მაგრად მოაგვარებთ და ეს არის 100%-იანი პასუხი. მე აქ ვისთვისაც ეს გაშლა არის დარწმუნებული ვარ 100%-ით ეს ორი არკანი რო ერთად ამოვა ხალხნო ეს ნიშნავს გარდაუვალია ეს არის 100%-ით დარწმუნებული რო ვარ ზუსტად ვიცი რომ ჩემს ხმის ტემბრში ამას თქვენ იგრძნობთ განსაკუთრებით ვინც ძველი მსმენელები ხართ ხო და ერთ-ერთი უყავს ერთ-ერთი იმ წუთში ხდება გაშლაზე როდის ეხლა ვიცი რომ გაეცინება ამას რომ მოისმენს და მომწერს მე მეტყვის უფროსრად რომ მოვა გაშლაზე მეტყვის მივხვდიო მე რო გიგულისხმეო ხმის ტემბრი როგორც შემეცვლება ერთი სიტყვას რომ მეტყვისიო უკვე გასაგებია ქალბატონო ნინო მეუბნე რამეს რო გაშლას რო ვაკეთებ და როგორც შემეცვლება ხმის ტემბრი აი ეს მომწონს აი ესეთები მომწონ ხართ ასეთები მომწონ ხართ ნახეთ არ მჭირდება ჭიდავი არ მჭირდება რა ხვდებით იმ ერთი სიტყვიდან რაღაცა გესროლეთ ერთი სიტყვა ან და მით უმეტეს რო ყველაფერს დაგიღეჭავ და დაგილაგებ და კიდევ ვერ გაიგებ ნუ ეხლა დამატებით თავი მაშინ სადმაგამდე იმჭიდავის თავი ერთო ხვერდი გწევს თუმცა ბევრი ინფორმაცია არის რომლითაც განმეორება მჭირდება ნუ არ მომბეზრდება რა გავაკეთოთ ეხლა ნოყოთ ნერვების მოშლის გარეშე ხო ხარჯის გარეშე კი ბატონო აი აქ მე გეტყოდით ზუსტად თქვენთან აქ მარტო სამყარო არა ყველა ენერგია ყველა პლანეტა ყველა მოძრავი, უძრავი, ყველა ფერი თქვენს სასარგებლოდ შემოbrunდება. თქვენს მხარეზე შემოbrunდება. თქვენ მოგცემთ მხარდაჭერას. აი ეგ არის ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი.
ძალიან მაგარი და ბოლო არკანიც ამოვიღოთ აი ახლა აქ ბოლოში რას მეტყოდი ხო ეს არის წარმატება სურვილების ასრულება ძალიან კარგი არკანია სხვათაშორის სურვილების ასრულება ასე სხვათაშორის ახლა განგიმარტეთ ძალიან პატარა რომ ვიყავი ძალიან ბავშვი მაშინ რომ ვიცოდი ამ არკანის განმარტება ზუსტად ისეთნაირად მაშინაც მაშინ ეს არკანი მქონდა ფავორიტად და პრიორიტეტად ბავშვობაში რომელი არკანიც გადმოვარდა ამ არკანზე წაგიკითხავთ ახლა მე თქვენ კიდევ ინფორმაციას და როგორ არის იცით ყოველთვის მჯეროდა და რაღაცა ის მომენტი გამახსენდა ამიტომ ეს არის ძალიან დიდი სურვილის ასრულება მე ვიტყოდი რომ ყველა თქვენთან დაიწყებს როგორცი ღიმილიანი გახდება ხალხი იცით მართლა აი რო დაგინახავენ და რაღაც ეს სიფათი რომ მოიქცევა და გიცინიან და უნდათ თუ არა ზოგი ახლა ყველა ღიმილი ის არ იქნება ყველა რო რაღაც გაგიღიმებთ ყველა რო გელაქუცებად რაღაცა ამ პოზიციაზე გადადიხართ და ბოლო არკანი ეს არის ჯოჯოხეთის მეფე რას გვეუბნება აი აქ ნახეთ სად არის თქვენი ზუსტად ამ წარმატებას რომ მიაღწიოთ ეს ყველაფერი რომ დაიჭიროთ ბოლო დასკვნას ამას გეუბნებით არ დავასახელებ რომელი მეფე არის შეგნებულად მე არ ვაპირებ ამის გასაჯარავებას და თუ ვინმეს უნდა გაასაჯაროვოს მაგრამ ჩემგან არა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გეუბნებათ პირდაპირ ასეთ რაღაცას ცოდნა დისციპლინა ხელმძღვანელობა დაეუფლე უფრო მეტ ცოდნას გავლენას და იბრძოლეთ წარმატებისკენ ავტორიტეტისკენ აი პირდაპირ ამოვიდა ესეთი ინფორმაცია თქვენთვის ეს არის რჩევის სახით რა გჭირდებათ ამ წუთში და რა არის თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკუთარ თავის განვითარება, მაგრამ ძალიან დიდი დისციპლინა გჭირდებათ. უპირველესად მოირთხოვენ თქვენგან დისციპლინას. სძლიეს სისუსტეს და გამოიჩინეთ ნებისყოფა. ამ ყველაფრის შემდეგ მე ეს წარმატება აქაც დავასახელე, აი ამ ყველაფრის შემდეგ იქნება თქვენთვის. მე რაც გითხარით ადამიანი რომელიც თქვენ ავტორიტეტს ანუ ძალაუფლებას რაღაცას მოიპოვებთ. ნახეთ, ადამიანი რომელიც რა საქმესაც ხელი არ უნდა მოჰკიდოს, აუცილებლად გამოუვა. ყველა ძალა, ყველა ენერგია თქვენს მხარეზე დადგება. ნახეთ, რაღაცა კურთხევა გადმოდის უკვე თქვენზე ამ შემთხვევაში. ეს იქნება, აი რომ გითხარით, ყველა რაღაც უნდა თუ არ უნდა უკვე რო გიღიმით და თაყვანს გცემთ თუ რა ვიცი გეპათხალიმებათ თუ ზოგი ისეთია, ზოგი ესეთია. აი პოზიციაში რო გადავიდეს ეს ყველაფერი. ასეთი საინტერესო, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდა და უცხოც ჩემმა დასტებმა თავისებურით ვფიქრობ რაღაცა ახალი მოგვცა, ხო? რა თქმა უნდა, ჩემი გაშლები ყოველთვის სხვადასხვანაირია და ეს გაშლა იყო ძალიან განსხვავებული. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ. ჯერ ისედაც დღეს კი გითხარით, რომ ძალიან მიხარია და ძალიან აჟიტირებული ვარ ამ ყველაფრით. ამ ჩემი რაღაც სამყაროდან საჩუქრები არის. მე ვფიქრობ, რომ ესეც კი რაღაც თითქოს ჩემს იუბილეს უკავშირდება და მოვიდა, ესე რომ ვთქვათ, მოაღწია ჩემამდე ამ ყველაფერმა. გისურვებთ წარმატებებს, ჩემო კარგებო. და ჩემთან უპირველესად გეტყვით, ვინც არ იცის და ვინც იცის შეგახსენებთ, ჩემთან მოდის განსხვავებული კატეგორიის საზოგადოება, ძლიერები, ჭკვიანები. უპირველესად მყავს ძალიან ლამაზები, გოგონებიც და ბიჭებიც, მერე მყავს უაღრესად განათლებული, ვინც ჩემთან რჩება და წარმატებული. ესეც დაიმახსოვრეთ. ძალიან წარმატებული. მე ამას არ ვაჭარბებ. ყველანი არ აქვს
ნახეთ ნიშნულობა შეიძლება დიასახლისი იყოს ადამიანი, მაგრამ ძალიან კარგი დიასახლისი არის, წონს რო ვერ დაუდებ. ხო. რომ იცოდეთ, ის საკვები არის, თუ რა მაგასაც გაკეთებას ცოდნა სჭირდება, სისუფთავი არის დაუშვათ თუ რაღაცა და ასევე წარმატებაში მე არ გულისხმობ მანდა მაინც დოცენტებს და პროფესორებს, არა გენეცვალეთ. თავის საქმეში, რომელ საფეხურზეც დგანან, აი იმ საქმეში მყავანან პროფესიონალები. გამიგეთ, რისი თქმა მინდა. შესაძლებელია, კი ბატონო, თუნდაც დასუფთავებაზე მუშაობდეს, მაგრამ თავისი ცხოვრებაში, რასაც აკეთებს, არის წარმატებული. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ, თუმცა ძალიან ბევრი კი მაღალ საფეხურებზეც ყვანან. და ყველას არ შეუძლია, მოდი ასე გეტყოდით, ჩემი მოსმენა, თუნდაც ჩემი კრიტიკის ხანდახან რო ესე გადაოთხლაშონებ, ამას, რა ქვია, წკეპლას თუ მათრახს ზურგში. და ამასაც რომ ძალიან შეგნებულად სხვათა შორის უდგებიან ბევრი მათგანი და ძალიან კარგად ღებულობენ. მე არ მაქვს იმ ხალხზე, ვისაც მიმღებლობა არ გააჩნიათ და მე ჩვენ ასე თქვი, ახლა ჯადუებს და რაღაცა. სრულ რომ იწყებენ. არა, მაგ კატეგორიაზე არ მაქვს. მასეთებიც კი გამოჩნდნენ რამდენიმე, მაგრამ უკვე თავის გზაზე არიან. მე მაქვს საერთო მასაზე, რომელიც ჩემთან იმყოფება. აი ეს კატეგორია მოდის ჩემთან გენეცვალეთ. მე გისურვებთ წარმატებებს, გაძლიერებას. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ჩვენ ერთმანეთიდან ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს, მეც ვსწავლობ თქვენთან ერთად და რა თქმა უნდა ვიზრდები. და მინდა ვთქვა, რომ მუდამ თქვენს გვერდით. მე რატომღაც ასე მგონია, რომ ამ საქმეს კი ბატონო გავყვები. აქამდე ხო ვიცახოდი? არ ვიცი. ხო. და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით.